Instagram-იას სამჯერ ხო, Instagram-ი ჩიკულებს რომ უზახეას. საღამოშიდობისად უკვე საღამოა ხო, ჩვენ მოგზაურობთ როგორც ყოველთვის საკუთარ სფეროში. არსებული საკვების გვახსოვს ხო? არსებულ საკვებშიც იგივე პრინციპი ჩავატარეთ ხო, მიმართულება უბრალოდ და თანმიმდევრობა ერთად იგივე არის. გლიკოლი შევიდა სისტემაში, შეუშვი სისტემაში, ვინაიდან აქ გამიჯნული გვაქვს. სპონსორის მარცხენა მხარე არის გლიკოლი, სპონსორის მარჯვენა მხარე არის გლიკოლი. ვინაიდან ეს არის გათბობის სისტემა, ქვაბი, ვინაიდან გვაქვს დამაკავშირებელი ფუძე იყო, საერთოდ აი ყველაფერი. ხო, სტიქის ერთკონტურიანი ბოილერი. ამასობაში მოდით რა ვიყიდოთ ახალი. არა არის ყოველთვის გადაწყვეტილება, მაგრამ ამ შემთხვევაში კარგი გადაწყვეტილება არის. ვინაიდან თუ ვინიცობა ერთი ქვაბი, ეს ყოველს როცა მეკითხებიან ერთი ქვაბი ჯობია თუ ორი? კი, შეიძლება 1+1 ეს იქნება დაზღვევა, მაგრამ ამასობაში ეს ჩვენ შემთხვევაში არის ალტერნატივა. ვინაიდან რო დაუშვათ ამ არსებულ პატივცემულ ქვაბს, წყობიდან გამოვიდეს ყველაფერი შეიძლება იყოს ხო, სანამ სერვისმენი მოაღწევს. თქვენამდე აი პატივცემულით ვიქნებით უკვე დამოკიდებული ეს პატივცემული გვაქვს ერთკონტურიანი, ვინაიდან დამოკიდებული არის ბოილერის ხელიწყლის მომზადებაზე, მაგრამ ამასობაში კიდე ის ბასეინთან ეს ბასეინის კონტური არის კიდე არავითარ კავშირში არ იქნება, ვინაიდან ფუფუნება იქნება ქვაბით გავათოთ ბასეინი. ვინაიდან ზუსტად ეს აი ჰელიოს სისტემაზე მიმავალი მაგისტრალები არის. და ზუსტად პატივცემული ჰელიოს სისტემის მიმართულებით აი ეს არის მის პატივცემული კვანძი, ვამზადებთ, უფროსწორად კი არ ვამზადებთ. კი, ამ შემთხვევაში პრინციპში ვამზადებთ, ვინაიდან ცხელწყალსაც ვამზადებთ. იატაკის გათბობასაც ვეხმარებით, ვინაიდან 40 გრადუსზე გვაქვს ამის ფუფუნება და საშუალება, რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ და ამასობაში ზაფხულში აუზის სპანსაც ვათბობთ. როცა შემოდიხარ და ერთი ფაქტორი ყოველთვის მაინტერესს ჩემთვის სასიამოვნო არის, როცა გვაქვს სიმშრალე, ხო? რო შემეკითხოს ადამიანმა რა არის პროფესიონალის სტატუსი იქნება ნომერ პირველ ადგილზე მეგონი სისუფთავე. და ამასობაში მე სიმშრალე, ვინაიდან რამდენი გადამაა, ხო? ეს არაა სახუმარო ნამდვილად და შეგვიძლია თავით შევიქოთ, იმიტომ რომ ყველა ეს არსებული გადამა არის პოტენციური, ხო? პოტენციური ზუსტად ის არეალი, სადაც შეგვიძლია უბრალოდ გაჟონა განახორციელოს. მაგრამ შესაბამისობაში ხო, ხდება ეგეთებიც ხდება, ხო? აგერ ეხა მოდივართ უკვე ერთი ობიექტიდან მეორეში ამასობაში ხო? სამუშაოდან სამუშაოზე. რა ვქნათ, ასეთი სტიქია გვაქვს, ხო? ასეთი მიმართულება გვაქვს და ამით ყოველთვის ვამაყობ, მე ეს არ მეზარება და ეს ჩემთვის ხალის წარმოადგენს, მაგრამ ეს პროცესები შეიძლება მოხდეს. ხო? ამასობაში სიამოვნება ისაა, როცა შენს მიერ განხორციელებული სისტემა, ხო? აი ეს ჰოპ და ის მუშაობს. ვინაიდან ძალიან სერიოზული მიმართულება არის და ამ სერიოზულ მიმართულებას ახლა ბოლო აქცენტირებული იქნება კიდე ეს მიმართულება, ჩაენართ, ხო? ჩაერთო უბრალოდ, ხო? დაემატა. ვინაიდან აქ ყველაფერი რაც კი არსებობს, მეგონი ყველაფერი გვაქვს. ჰელიოს სისტემის მართვა ჭკვიანი ეგრეთ წოდებული ხო, ჭკვიანი სახლის მართვა, ვინაიდან ამ პატივცემული ხო device, რასაც ქვია ჭკვიანი სახლის ეგრეთ წოდებული ელექტროკონტროლის ბლოკი მართავთ არსებულ ქვაბს ერთს, არსებულ ქვაბს ორს, ცხელი წყლის ხო, კონტროლი არსებული ჰელიოს სისტემის, ამასობაში რაც ყველაზე მთავრესი არის, ხო, სისტემური, ანუ დისტანციურად ქვაბის შეცდომაზე როცა გავა, იმის მოხსნა, გაბათილება, განეიტრალება, ტემპერატურის აწევა, დაწევა, ჩართვა, ყველაფერი თქვენ ხელთა არის. ძალიან ბევრი მიმართულება აქვს. ჭკვიანი სახლის მიმართულება შეგვიძლია დავაკავშიროთ მთლიანად აი ამ არსებულ მიმართულებას, რასაც ქვია ელექტროკონტროლის ჭკვიანი სახლის მართვის ბლოკი. დანარჩენი ყველაფერი ეს თქვენ უკვე ვიხილეთ, ხო, ეს აგერ ახლა ხმას რო გამოცემს, ეს არის სიხშირული ნასოსი, ეს არსებული წყლის რეზერვუარი, შეფუთული ვინაიდან ტემპერატურა შევინარჩუნოთ, წყლის დამარბილებელი, ხო, ეგრეთ წოდებული აკვადარაჯი დევაისი, რაც მშვენიერი არის და აი ეს პატივცემული აგერ სენსორი დევს. დაიქვას წყალს და იკეტება და გადავრჩებით ხო ეგრეთ წოდებული ზატობისგან. მრეწხვადი ფილტრი მიკრონული და შემდეგ ამ შემთხვევაში ხო ლოკაცია ისეთი რომ არა სახარბიელო წყლის ხარისხი, ამიტომ ეგრეთ წოდებული უკვე ეს მიკრონული ფილტრაცია და ამასობაში კატრიჯიანი ფილტრაცია 3 მიკრონიანი დაგჭირდა, ვინაიდან ლამი მაინც გამოაქვს. ვინაიდან ლამი არ გვინდა ჩვენ რეზერვუარში. ამიტომ გვინდა მივიღოთ რეზერვუარში სუფთა წყალი. მეგონი გიორგი ხო წავკის გიორგი ხო გიორგი მეორე მყავს ამასობაში ხო მიყურებთ გიორგი წავკისი იმ ეგრეთ წოდებული კატრიჯიან ფილტრს დავაყენებთ დავამონტაჟებთ უბრალოდ თქვენთან ხო მე სამიყოლიოს უკვე ამ ტერმინოლოგიებით დავაყენებთ ჩვენ არც არ ვაყენებთ ვამონტაჟებთ რა დავჭა და აი ყველაზე მაგარი device რაც დაემატა უკავშირებული მიმართულებას არის ეგრეთ წოდებული ძალიან მაგარი ტიპია ხო უცხოდი დენის წყარო რაც თქვენ ჩვენ ენაზე ნიშნავს იმას რომ აი ეხა ხო მუშაობს არსებული მიმართულება ეს არის ეგრეთ წოდებული გამდინარე არაფერი არ ჭირდება გადატვირთვა გადმოტვირთვა თვითონ მუშაობს ქსელი და
220 ეს არის 1.8 ხო 1800 ვატიანი ხო დივაისი რომელიც კვებავს ეს არის ეგრეთ ჭკვიანი მოწყობილობების კიდე დაემატება 2 და ეს ყველაფერი კვებავს რას ამ შემთხვევაში წავიდა დენი გვაქვს ცხელი წყალი გვაქვს გათბობა და ჰელიოსისტემის მართვაც გვაქვს და ამ პატივცემულ დივაისს ჭკვიანი სახლის ბლოკს ამას თავისი ეგრეთ წოდებული უკვე კვება ხო დენის გამოდგათოში შემთხვევაში არსებული პრინციპში დივაისი აგრძელებს მუშაობას ვინაიდან მას აქვს თავისი უწყვეტი დენის წყარო რაც მშვენიერი არის ხო არსებული ეგრეთ წოდებული აკუმულატორის ხარჯზე ის რაღაც 1-2 კვირა 3 კვირა ემუშავებს და 3 კვირის მერე თუ არ მოვიდა დენი მეგონი მინიმუმ დასაფიქრებელი არის რატო არის ეს დივაისი მშვენიერი ხო მეგონი ხო არ გაიჭირდებათ ამის წარმოდგენა ხო ეხლა მივდივართ და ამ შემთხვევაში ეს წარმოსახვაც ხო ეს გამოვთეთ დენი ეს ნიშნავს კენაზე იმას რომ დენი წავიდა მაგრამ ვერ მოგართვით ჩვენ შემთხვევაში გვაქვს დენი ამასობაში 1800 ვატი ხო აი ამ კვების მიმართულებით რაც ჩვენ გჭირდება მოხმარებაში ეს ნიშნავს იმას რომ ქვაბი აგრძელებს მუშაობას 1 ქვაბი აგრძელებს მუშაობას 2 ის პატივცემული ეგრეთ წოდებული ჰელიოსისტემის საცირკულაციო ტუმბო ბლოკი მართვის ამასობაში კიდე დამატებითი ნასუსი გვაქვს ეს 10 ხო 9-10 საათი აგრძელებს მუშაობას უწყვეტ რეჟიმში დენის გარეშე რა მაგარია ხო ამასობაში წავიდა დენი და ჩვენ ამასობაში გვაქვს კიდე ჯერ მეორე ცხელი წყალი ამასობაში გვახსოვს ხო ცხელი წყალი ამასობაში შეგვიძლია ეს პატივცემული დივაისი თუ მეტად აიპოვოს მაგრამ თუ დაუშვათ არსებულ ქვაბს ხო ყველაფერი შეიძლება მოხდეს ვახმარებთ სისტემას და სისტემაში გათბობაც გვაქვს ცხელი წყალიც გვაქვს ამ პირიქით ამ პატივცემულით ვიღებთ ხო აქეთ მხარეს ცხელ წყალს ხო ჩვენიერი მიმართულება არის რატომაც არა და აგერ ხო ესაც ელოდებოდით ეს ეკუთვნის პრინციპში გიორგი ხო გიორგი ივერტუბანი გავმართოთ ხო გიორგი ივერტუბანი ირაკლი 4 ნარა ეს ირაკლის მეგონი დაეძინა მინიმუმ ხო რა ვიცი ფაქტის აღეზი არის ეს ეგრეთ ჩანს ზაზა ხო შენ ზაზა გამოწერილი დივაისი არც უნდა იფიქროთ ხო იცით მის მე დამიჯერა ყველა უმაღლესში მოეწყო თუნდაც ჩვენი პროცენტი ხო მიედის გუგლებს ხო დენი არ გაქვთ მაგრამ გათხოვას გაქვთ და ცხელი წყალის გაქვთ ამაზე მეტი რა გინათ ხო ამასობაში არაფერი არ ჭირდება ჩართე გამორთე ყველაფერს თვითონ ახორციელებს ამასობაში შეგიძლია ეს ხელმოკიდო ხო ჩათასავითაა მოიდო იღლიაში და წაიღო საცხაი ტყეში ან სანადიროთ ან სათევზავად ვის როგორ გსურთ ხო ამასობაში მომავალ დამკვეთებსაც გეხებათ ხო მე მგონი კი არა ყოველთვის სადაც იქნება სადაც გვექნება მინიმუმ ჰელიოსისტემა მინიმუმ ჰელიოსისტემის ეს აუცილებელი არის და გათბობის სისტემა ეს რა თქმა უნდა არის ყოველთვის აქტუალური ამიტომ ყოველთვის აქტუალური იქნება ეგრეთ წოდებული უწყვეტი დენის წყაროსაც ქვია UPS მაგრამ ძალიან მაგარი აი და ეს ძალიან იშვიათობა არის რომ მე რაღაცა მომეწონეს და ძალიან მაგარი დივაისი არის იმენა ყველანაირად დახვეწილი არის ხო და ყველა მიმართულებას აკმაყოფილებს ხო აი არაფერი არ ჭირდება ხო დენი კაპტარიანი ანუ უბრალოდ გვაქვს შეერთებული ხო ეს დააგვირეთ ხო მე ეს ზუსტად манипуляცია განახორციელა შეერთა დენის წყაროზე თვითონ ანუ მოვიდა დენი თვითონ გააგრძელა მუშაობა და პირიქით გაითიშა დენი თვითონ განახორციელა თქვენთვის ხო თქვენი კომფორტისთვის ზრუნვა ხო ზრუნავს თქვენი კომფორტისთვის ზუსტად იმისთვის რომ ცხელი წყალი მოგაწოდოთ ამასობაში ხო სიმძლავრეზე არის დამოკიდებული კაცო თორე აი ჟუჟუნა რომელიც ხო ესე კაფიოთ ჩვენურად გამოცემს ხმას ამასობაში დარბილებულ წყალს აწვის ფარს ეს არაა პრობლემა ვინაიდან არის ყოველთვის დამოკიდებული ტევადობაზე რაც მეტი ტევადობაა რა თქმა უნდა მით უფრო პირი ფინანსების გადახდა მოგიწევთ ამიტომ ხო ეს ფუფუნებაა ამასობაში ექსელური წყალი უმეტეს შემთხვევაში ეს არის სიშულნასოს რა თქმა უნდა რეზერვაციით მაგრამ წავიდა უბრალოდ დენი შეგვიძლია გადავერთოთ და ექსელური წყალი ავიღოთ წყალი ყოველთვის იქნება მაგრამ არ გვექნება ხო ქვაბი ვინაიდან ქვაბს სჭირდება კვება ცხელი წყალი გვაქვს გათბობა გვაქვს ჰელიოსისტემა აგრძელებს მუშაობას მაგარია 10 საათი აი ეს პატივცემული აი მოთხოვნილებით კიდევ ჯერ ვიძახი 1 ქვაბი 2 ქვაბი ბლოკს თავისი აქვს ინდივიდუალური ჰელიოსისტემის მართვა სიშველი ტუმბო წრის ხო ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ქვაბს შეიძლება დაუშვდეს დაუზიანდეს ის არსებული საცირკულაციო ტუმბო ამიტომ დაზგვა ყოველთვის უნდა იყოს აქტუალური და რაც თავარია ჰელიოსისტემა აგრძელებს მუშაობას დანარჩენი არის თქვენზე დამოკიდებული და თქვენ კომფორტზე მორგებული ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს თუნდაც საცირკულაციო ამას საფილტრაციო უბრალოდ ტუმბოს ამუშავება ბასენზე მე მგონი რა ვიცი ხო ამით პატივცემულება
დღევანდელი უფრო აქცენტირებული მექნებოდა აი პატივცემულზე უკვე მესამე დღეა, ხო? ჩაერთო სისტემაში და რა ვიცი, ჯეჯურობით კი არა, საერთოდ დანაკლისი არ აქვს ის. მშვენივრად მუშაობს, მოღვაწეობს და იმ მოღვაწეებს იმედი არა, დარწმუნებული ვარ 100 წელი. ეთილი და პატივცემული და როგორც ყოველთვის მომავალ შეხვედრამდე.